გეტყვით თუ როგორ ცდილობს საერთაშორისო პლატფორმა Bybit საქართველოში ეკოსისტემის გაძლიერებას და მომხმარებლებისათვის დამატებითი ღირებულების შექმნას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის პარტნიორობა Setanta Sports-თან, ასევე ვისაუბრებთ კომპანიის სტრატეგიულ ხედვაზეც ქართულ ბაზარზე. როგორ გეგმავს Bybit მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას, ახალი პროდუქტების დანერგვას და მათ შორის რეგულარული საგანმანათლებლო აქტივობების შემოტანას. თომართან ერთად ვაგრძელებთ ამ ძალიან ბევრ თემაზე საუბარს. სტუდიაში თეკლა იაშაღაშვილი, Bybit Georgia's რეგიონული მენეჯერი არის. საქმე დილის სტუმარი. დილამშვიდობისა, მადლობა მოწვევისთვის. გამარჯობათ. გამარჯობა. თეკლა, ვიდრე ამ საგანმანათლებლო მიმართულებაზე გადავალთ, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი არის Bybit-ის შემთხვევაში, მოდი ჯერ პირველ რიგში პარტნიორობაზე ვისაუბროთ და გავხსნათ ჩვენი საუბარი Setanta Sports-თან. რა მნიშვნელობის არის ეს პარტნიორობა ადგილობრივი ბაზრისთვის და მათ შორის რას მოუტანს, ხო ეს ქართულ საზოგადოებას? კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. Bybit-ს აქვს ისტორია გლობალურ ჭრილში, პარტნიორობის, იქნება ეს ისეთ დიდ კომპანიებთან, როგორიც არის Oracle, Red Bull Racing, 4 წელი ვასპონსორობთ და პარტნიორობთ ამ Formula 1-ის ჯგუფთან, Borussia Dortmund-ი, ასე შემდეგ. ვასპონსორებთ წელსიათ კულტურულ ღონისძიებას, როგორიც არის Tomorrowland-ი ბრაზილიაში. გვაქვს ამის გამოცდილება და მე ესეთ პარტნიორობებს ვაყალიბებთ, იმიტომ როგორც გლობალურ, ასევე ადგილობრივ ჭრილში ვაყალიბებთ, იმიტომ რომ ჩვენს მომხმარებლებს მივცეთ დამატებითი სტიმული, რომ გამოიყენონ ჩვენი პლატფორმა, ისევე როგორც დამატებითი ჯილდოები. როდესაც ისინი ხდებიან ჩვენი მომხმარებლები და მოახდენენ ინვესტიციებს თუ ახდენენ ვაჭრობას ჩვენს პლატფორმაზე. Setanta როგორც მოგეხსენება საქართველოს ბაზარზე სპორტული მაუწყებლობის ერთ-ერთი ყველაზე ფლაგმანი და მასშტაბური დამფარავი. გიგანტი არის. სწორედ Setanta-ზე შეგიძლიათ უყუროთ Formula 1 იქნება თუ ფეხბურთის სპორტი, რომელთანაც ჩვენ ასოცირების ისტორია გვაქვს. მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ პირველი ესეთი პარტნიორობა ყოფილიყო ასეთ დიდ წარმომადგენელთან საქართველოს ბაზარზე. პარტნიორობის მიზანი არის, რომ ცნობიერება ავამაღლოთ Bybit-ის და Bybit Georgia-ს შესახებ თავისთავად და ასევე როგორც თქვენ ახსენეთ, ჩვენს მომხმარებელს მივცეთ საშუალება, რომ მიიღონ დამატებითი სტიმული და ჯილდოები ჩვენს პლატფორმაზე ვაჭრობის დროს. თეკლა, Setanta-ზე მოკლედ ჩაკითხვით. Setanta-ს გარდა იმისა, რაც ბრძანეთ, აბსოლუტურად სწორად, რომ მას წამყვანი პოზიციები აქვს სპორტული ინდუსტრიის მაუწყებლობაში საქართველოში. Setanta არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამფარავი ამ მიმართულებისა მთელი რეგიონის მასშტაბით და სხვადასხვა ქვეყნებში. ამ ქსელითაც გამოირჩევა Setanta. არის თუ არა Bybit-ის გუნდის გათვლა, მათ შორის მასზეც, რომ ეს პარტნიორობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოსი, მესმის ახლა Bybit Georgia-ს წარმოადგენთ პირადად თქვენ, მაგრამ როგორც გლობალური ჯგუფის იდეები დარწმუნებული ვარ მეორე გლობალთან Setanta-ს ჯგუფის სახით ემთხვევა გაზდაში. ძალიან სწორი თემა წამოწიეთ. ჩვენს Bybit Georgia-ს თავისთავად ძალიან ახალი წამოწყება არის. თვითონ პლატფორმა ჩაეშვა 7 ივლისს, საკმაოდ ახალი ამბავია, თუმცა სტრატეგიულ ჭრილში ჩვენ Bybit Georgia-ს უყურებთ როგორც რეგიონალურ hubs და ჩვენი მიზანი არის, რომ ზოგადად კრიპტო სექტორის გამჭვირვალე განვითარებასაც შეუწყოთ ბაზარზე ხელი. თავისთავად როგორც ახსენეთ, პარტნიორობა ისეთ პლატფორმასთან, როგორც არის Setanta, რომელსაც აქვს არა მხოლოდ ქვეყნის ჭრილში დაფარო, არამედ ქვეყნის გარეთაც რამოდენიმე ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ თვითონაც გვაქვს წარმომადგენლობა, ეს მნიშვნელოვანი არის და იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ და გავფართოვდებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. მოკლე კითხვა ვიდრე ნინი ლამობს სტრატეგიაზე გადასვლას და ჩაგეკითხოთ უფრო სტრატეგიასთან დაკავშირებით. DGMFI 2025 ბოდიშვიხთი ჩემ მეგობრებთან და ორგანიზატორებთან სპელინგზე მე თვითონაც არა ვარ ჩამოყალიბებული და მე შევხვდეთ და შევთანხმდებით ერთად. რა კონკრეტული კვალი დაატყვეთ თქვენ და რა მიიღეთ ამ ღონისძიებაში მონაწილეობისგან, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად პოპულარობას იკრებს საზოგადოებაში. ეს იყო პირველი კონფერენცია, რომელსაც დავესწარით, მას შემდეგ ეს პლატფორმა გაეშვა. ჩვენთვის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მომხმარებელთან მქონდეს პირდაპირ შეხების წერტილები. პირდაპირ შევხვდეთ მათ, მოვისმინოთ მათი უკავშირი, გავიგოთ რაზე ფიქრობენ, მათი იდეები. საბოლოო ჯამში პროდუქტი უნდა მოერგოს მომხმარებლის საჭიროებებს და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება ამ ტიპის კონფერენციები იმისთვის, რომ სწორედ ეს შეხების წერტილები შევქმნათ ჩვენს მომხმარებელთან. პირველ რიგში თავისთავად ეს იყო მიზანი, ასევე მიზანი იყო ის, რომ შევხედროდით პოტენციურ ეკოსისტემის პარტნიორებს, რაც ასევე მოხდა და გაგვემტკიცებინა ჩვენი პოზიციები საქართველოს კრიპტო ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კრიპტო პლატფორმა.
როგორც ახსენეთ, ეკლა 7 ივლისს ჩაეშვა პლატფორმა. როგორ მიდის აი ეს პროცესი თქვენი დაკვირვებით აი ამ რაღაც გასული ჯერ სულ რაღაც 2 თვის პერიოდში და რა არის ის მთავარი ხედვა სტრატეგიულიც მათ შორის ბაიბით ჯორჯიაში ქვეყანაში და ის მთავარი მიმართულებები, რაზეც ბაიბითის გუნდი აკეთებს აქცენტს. სწორედ ახსენეთ, ანუ ბაიბიტი როგორც მოგახსენებათ გლობალური ბრენდი არის, თავისთავად საქართველოს კრიპტო საზოგადოება მიცოდა ბაიბიტის შესახებ, მანამ სანამ ჩვენ ბაიბიტ ჯორჯიას გავუშვებდით, თუმცა ამის აღნიშვნა მინდა რომ ჩვენი პლატფორმა არის ლიცენზირებული პლატფორმა. ბაიბიტს ზოგადად მიდგომა აქვს ასეთი რომ დაახლოებით 20 ქვეყანაში უკვე გვაქვს ან ლიცენზია, ან ვეძებთ რომ ლიცენზია მოვიპოვოთ. მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის რომ ყველა ქვეყანაში სადაც ვარ წარმოდგენილი ვიყოთ რეგულირებული პლატფორმა. რას თავისთავად ვფიქრობთ რომ ყველაზე სწორი გზა არის იმისთვის რომ ჩამოვაყალიბოთ პარტნიორობა, ისევე როგორც ჩვენი პირდაპირ კრიპტო ეკოსისტემის პარტნიორებთან, ისევე როგორც ფინანსურ სექტორთან, იქნება ეს კომერციული სექტორი და ასე შემდეგ. ეს პირდაპირ კავშირში არის იმ პროდუქტებთან, რომელიც ჩაშვებასაც ვაპირებთ. ჯერჯერობით მხოლოდ სპოტური ტრეიდინგის პლატფორმა არის Bybit Georgia, თუმცა თანდათან დავამატეთ გამარტივებული საშუალებები, რომ იყიდოს მომხმარებელმა კრიპტო ჩვენს პლატფორმაზე, ასევე ჩვენი აპლიკაცია დაემატა ამ კვირაში მომხმარებლისთვის გამარტივებული წვდომისთვის. თუმცა ერთი პროდუქტი, რაც მე მინდა რომ აღვნიშნო, რაც აქცენტი მინდა გავაკეთო, რის ჩაშვებასაც ვფიქრობთ და ამ რაზეც მუშაობთ ახლა, ეს არის Bybit Card. გლობალურად ძალიან ცნობილი პროდუქტი არის, ეს არის დებიტ ბარათი, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს მომხმარებელს, რომ ისეთი სიმარტივით დახარჯოს თავისი კრიპტო აქტივები, როგორცაც ჩვენ ყოველდღე ხარჯავთ ჩვენი საბანკო ბარათებით, ფიატის შემთხვევაში. სწორად გავიგეთ თუ არა? რომ პერსპექტივაში, რომელიც არ არის ასე ვთქვათ ძალიან შორეული, არც ისე შორეული, დიახ, ჩვენ მოგვეცემა საშუალება ჩვენ საფულეებს დავამატოთ Bybit-ის ბარათი, რომელიც იქნება გადახდის საშუალება ყველა იმ შესაძლო, ასე ვთქვათ, ანგარიშტორების ცენტრთან, იქნება ეს სერვისი თუ სხვა რამ, რომელსაც აქვს ანგარიშტორება კრიპტოში. თქვენ შეგეძლებათ გადაიხადოთ ნებისმიერ იმ პუნქტში, რომელიც იღებს Mastercard-ს. ჩვენი ბარათი, ჩვენი ეს Mastercard-ის ბარათი. გლობალზე აპირებთ მიებათ? ეს აბსოლუტურად გლობალური ბარათი არის. თქვენ შეგიძლიათ ამ ბარათით თქვენი კრიპტო დახარჯოთ როგორც საქართველოში, ისევე საზღვარგარეთ. ჩვეულებრივი Mastercard-ის ბარათი არის, დებიტ ბარათი, შესაბამისად Mastercard-ი სადაც კი სადაც იღებენ Mastercard-ს, იქ მიიღებენ თქვენს Bybit ბარათსაც, დიახ. და დაახლოებითი პერიოდი რა არის გათვლილი, როცა უკვე შესაძლებლობა იქნება ეს მომხმარებელი აქვეა. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ამ სიახლეს შემოგთავაზებთ, თუმცა თავისთავად კაი, დაველოდებით ტექნოლოგიური პროცესი. იმედი მაქვს, რომ დაგიბრუნდებით და უკვე Bybit Card-ის ჩაშვებას ერთად აღვნიშნავთ აქაც. საგანმანათლებლო მათ შორის მიმართულებაც და პროექტებიც ვახსენეთ საუბრის დასაწყისში. თეკლა, რასაც თავისთავად Bybit-ის გუნდიც ხელს უწყობს, რომ ეს კრიპტო ინდუსტრია მეტად ცნობადი გახდეს, მეტად დაცლილი იყოს ამ რაღაცა ლექსიკით მომხმარებლებისთვის, რაც ალბათ უფრო რთულად ახსაქმელი არის. აი მომხმარებელთა ცოდნის ამაღლების კუთხით Bybit-ის გუნდი რას გეგმავთ? კი ბატონო, ჩვენ ამდენი ვილაპარაკეთ, ანუ გაფართოებაზე, ზრდაზე, სექტორის ზრდაზე, ამ ყველაფრის ამას ვერ შევძლებთ თუ ხელი არ შეუწყოთ კრიპტოცნობადობის ამაღლებას და განათლებას. ეს სექტორი მაინც ნუ ვინც იცის, თუმცა არის ბევრი დაინტერესებული კრიპტოში, თუმცა არ არსებობს რესურსი, რომელიც მათ ხელს შეუწყობდა, რომ მარტივად გაცნობილიყვნენ ჩვენს სექტორს, ჩვენს პროდუქტებს, როგორ მუშაობს საერთოდ კრიპტო სექტორი, რა არის მსგავსება ან განსხვავება ტრადიციულ ფინანსურ სექტორთან და ასე შემდეგ. პირველ რიგში ჩვენ გვაქვს პლატფორმა, რომელიც შეშენებული არის ჩვენ საიტზე, სახელად Bybit Learn. Bybit Learn-ზე ჩვენს მომხმარებელს შეუძლია უკვე მიიღოს ინფორმაცია არაერთ პროდუქტზე და სერვისზე, თუმცა ასევე ვაპირებთ თანამშრომლობას უნივერსიტეტებთან და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ განათლება კრიპტოს მიმართულებით ჩვენი მომხმარებლებისთვის. ამასთან ჩვენ ყავს ასოცირებული ორგანიზაცია, სახელად Blockchain for Good, რომლის მთავარი მიზანიც არის, რომ ხელი შეუწყოს იმ პროექტებს, რომელიც ეხმარება კრიპტოს განვითარებას, კრიპტოს ისეთ პროექტებს, რომლებიც ჩვენ სექტორს ინგლისურად ვეთქვი real world გამოყენებას, ანუ რეალური გამოყენება ყოველდღიურობაში. დიახ, ზუსტად ამისკენ ამას უწყობს ხელს Blockchain for Good და გვინდა რომ დიდი მადლობა რომ დამეხმარეთ. რასო? სწორედ ამ მიმართულებით გვინდა რომ Blockchain for Good ეს ჩვენი ორგანიზაციაც ჩავრთოთ საქართველოში პროექტებში. საქმენი საზოგადოება ჩვენს დღევანდელ სტუმარს სხვადასხვა ინდუსტრიებიდან იცნობს, BMG-ის პლატფორმიდანაც თეკლა იაშაღაშვილი არაერთხელ ყოფილა ჩვენი სტუმარი. დღეს ჩემი აზრით გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზული მიმართულებით ჩაერთო, რასაც კრიპტო მიმართულება ქვია და შემაჯამებელი კითხვა Bybit Georgia-ს რეგიონალურ მენეჯერთან ცოტა ფილოსოფიურიც არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე კარგად ასახავს Bybit Georgia-ს მისიას.
საქართველოში. მე მაინტერესებს რა კვალის დათხოვას აპირებთ ქართულ კრიპტო ინდუსტრიაზე. ის მე ვერ ვიტყვი რომ განვითარების ეტაპზეა თუ არ ჩავთვლით თეკლა იმას რომ ჩემთვის კრიპტო ინდუსტრია მუდმივი განვითარების ეტაპია. ის უბრალოდ არ ჩერდება და ვერ იტყვი რომ რაღაცა უკვე დაიდო და ამოიქოქა და რაღაცა გარდამავალი წერტილი არის მუდმივად. თქვენ რას ფიქრობთ, რა მისიის შესრულება შეუძლია Bybit-ს ამ ინდუსტრიისთვის საქართველოში? სწორედ აღნიშნეთ, ძალიან დინამიური სექტორი არის, ძალიან ჩქარა იცვლება, თუმცა ასევე ჩქარა ადაპტირდება, როგორც მომხმარებელთან, ისევე რეგულატორის მოთხოვნებთან. საქართველოში მოქნილი რეგულაციები გვაქვს და ჩვენ ვმუშაობთ რეგულატორთან იმისთვის, რომ ჩვენი გამოცდილება, ჩვენ ვართ კომპანია 2018 წლიდან გლობალურად Bybit-ი არსებობს და ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს არაერთ ქვეყანაში, გვინდა რომ ეს გამოცდილება შემოვიტანოთ საქართველოში, გავზარდოთ კრიპტო სექტორი, დავეხმაროთ საქართველოს რომ გახდეს რეგიონალური კრიპტო ჰაბი და ამასთან რომ ჩვენ ასევე გვინდა რომ კრიპტო სექტორი იყოს ერთ-ერთი ყველაზე ტრანსპარენტული და ასე ვთქვათ სანდო. ეგ არის ალბათ უმთავრესი რაც გამოწვევა აქვს მთლიანად ამ ინდუსტრიას გლობალურად და დარწმუნებული ვიყავი რომ Bybit-ის წარმომადგენელი ზუსტად იგივე სიტყვა და მადლობა მინდა გადავუხადო თეკლა იაშაღაშვილს მობრძანებისთვის. ის Bybit ჯორჯიას რეგიონალური მენეჯერი გახლავთ. ჩვენ მოლოდინში ვართ ამ გუნდის სიახლეების წლის ბოლომდე და ნაახალწლევსაც დარწმუნებული ვარ ისინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ჩვენი ეკოსისტემის შემდგომ განვითარებაში. წარმატებები და დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.